2025 წლის პირველი 7 თვე გლობალური ეკონომიკისთვის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, არაპროგნოზირებადი, თუმცა გამორჩეული იყო. წლის მთავარი მოვლენა ცხადია თეთრ სახლში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამოჩენასთან იყო დაკავშირებული, რომელმაც გლობალური დღის წესრიგი ფაქტობრივად ერთ დღეში თავდაყირა დააყენა. მის მიერ სავაჭრო სატარიფო ომის ამოწყებამ გლობალურ საფონდო ბირჟაზე მკვეთრი ვარდნა, რეცესიის რისკების ზრდა და ინვესტორების პანიკა გამოიწვია, თუმცა აპრილის შემდეგ ვითარება დრამატულად შეიცვალა და დღეს უკვე არც ასეთი მწვავე შიშები არსებობს და არც ეკონომიკური ზრდის შეფერხების ნიშანწყალი ჩანს. საერთოდაც, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით წელს გლობალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 3% იქნება, რაც წლის დასაწყისში ნავარაუდებ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება და განპირობებულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა მაგალითად გლობალური ვაჭრობის გაძლიერება და რისკების რეევალუაცია. თუკი ზრდის მიმართულებით ვითარება დამაკმაყოფილებელია, პრობლემად ისევ რჩება სამომხმარებლო ფასების ზრდა და ინფლაცია, რომელიც ისევ აწუხებს მთელ მსოფლიოს. მაგალითად, ამერიკაში ინფლაციის PCE ინდექსი 2.8%-მდე არის გაზრდილი წინა წელთან შედარებით, რაც ფედის მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება. სწორედ ამის გამო ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს ისევ და ისევ ჯიუტად 4.5%-ის დიაპაზონში ინარჩუნებს. ამერიკის გარდა, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ინფლაციის დაჩქარების ტენდენცია შეინიშნება ევროპაშიც, რაც სურსათისა და ენერგოპროდუქტების გაძვირებით არის განპირობებული. ყველაზე საინტერესო დინამიკა მაინც საფონდო ბირჟაზე შეინიშნება, სადაც აპრილში სატარიფო ომის გამოცხადების პერიოდში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი დაღმასვლა ვიხილეთ. ამ დროს ბაზრიდან რამდენიმე ათეული ტრილიონი დოლარის კაპიტალი გაქრა, თუმცა ტარიფების დაპაუზების შემდეგ ბირჟაზე არნახული აღმასვლის დინამიკა ვიხილეთ, რომელმაც ივლისის ბოლოს ახალ რეკორდულ ნიშნულამდეც მიგვიყვანა. უშუალოდ მაღალი მერყეობის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე S&P 500 თითქმის 8%-ით არის გაზრდილი, ხოლო NASDAQ-ის ინდექსს დაახლოებით 10%-იანი ზრდა აქვს. ამ შედეგის ფონზე ამჟამად ამერიკული საფონდო ბირჟა რეკორდულ ზონაში იმყოფება, რაც ინვესტორების განწყობის გაუმჯობესებით, რისკების შემცირებით და უმსხვილესი კომპანიების ფინანსური შედეგებით არის განპირობებული. 2025 წელი გამორჩეულია კრიპტო ინდუსტრიისთვისაც, რადგანაც ბაზრის საერთო შეფასებამ რეკორდულ 4 ტრილიონ დოლარს მიაღწია. ბიტკოინმა წელს პლუს 23% აჩვენა, ახალი ისტორიული მაქსიმუმი 123,000 დოლარით საკმაოდ მარტივად დაფიქსირდა. ამასთან სხვა მსხვილ აქტივებსაც დამაკმაყოფილებელი შედეგები აქვთ. კრიპტოაქტივების მიმართ ინტერესის ზრდა კი თავის მხრივ ისევ და ისევ ტრამპის პოლიტიკით და იმ მოცემულობით არის განპირობებული, რომ ახლა უკვე ინსტიტუციური ინვესტორები ბიტკოინის ETF-ებს აქტიურად ყიდულობენ, რაც ბაზრის ზრდას უწყობს ხელს. ბიტკოინთან ერთად გაძვირებულია ოქროც, რომელმაც წელს 25%-იანი ზრდა დააფიქსირა. ამასთან აპრილში უნცია მეტალის ფასმა რეკორდულ ნიშნულს დაახლოებით $3,500 მიაღწია, რაც მსოფლიოს მასშტაბით უპრეცედენტოდ გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებით და გაურკვევლობით იყო განპირობებული. ამერიკული აქტივების გაძვირების ფონზე მკვეთრად არის გაუფასურებული ქვეყნის ეროვნული ვალუტა. უფრო კონკრეტულად, წლის დასაწყისიდან დღემდე ამერიკული დოლარი დაახლოებით 9%-ით არის გაუფასურებული, რაც იმპორტიორი კომპანიებისათვის პრობლემას წარმოადგენს, თუმცა უმსხვილეს ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც გლობალურად ოპერირებენ, უფრო მეტი ფინანსური შემოსავლის დაგენერირების და ანგარიშგებაში რეკორდული შედეგების დაფიქსირების საშუალება ეძლევათ. ენერგეტიკულ ბაზარს რაც შეეხება, ნავთობის ფასი წელს თითქმის უსვლელია და ბარელის ღირებულება ისევ და ისევ $70 შეადგენს. საბრძოლოდ ამისა, ბუნებრივი აირი 30%-ით არის გაიაფებული, რასაც ბაზარზე გაზრდილი მიწოდება განაპირობებს. ჯამში 2025 წლის პირველი 7 თვე გვიჩვენებს, რომ ინვესტორები მერყეობასთან ადაპტირდნენ. მათ აღარც ტარიფები აშინებთ და არც კონფლიქტები. უფრო მეტიც, გლობალური ეკონომიკა იმდენად მედეგი გახდა და საფონდო ბირჟაზე ისეთი მკვეთრი აღმასვლა ფიქსირდება, რომ ეს სპეკულაციური ბუშტის წარმოქმნის რისკებს ქმნის. თუკი ექსპერტებს და ანალიტიკოსებს დავუჯერებთ, როდესაც გეოპოლიტიკური და სპეკულაციური რისკები მიილევა, 2025 წელი ეკონომიკურად და ფინანსურად ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო წელი იქნება.